საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემაა ჯვაროსნული ლაშქრობები. ნებისმიერ კონფლიქტს, მათ შორის ჯვაროსნულ ლაშქრობებსაც რა თქმა უნდა გააჩნია მიზეზები და შედეგი. მოდით ჩვენ დავიწყოთ ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზების განხილვა. შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდა სამი ძირითადი ფენა, მუშაობდა ეგრეთ წოდებული სამი წოდების თეორია. ეს ფენები იყვნენ პირველი კლერუსი, ეგრეთ წოდებული სამღვდელოება, მეორე მეომართა ფენა, საეროვნდებულები და მესამე მშრომელი მოსახლეობა, ანუ მუშაკთა ფენა. საქმე იმაშია, რომ სამივე ამ ფენას სურდა ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყება, სწორედ ეს იყო მიზეზი. განვიხილოთ სათითაოდ ყველა. მე-11 საუკუნის 90-იან წლებში ევროპამ მოიცვა გვალვამ და წყალდიდობებმა. დაიწყო შიმშილობა, დიდი შიმშილობა, მოსახლეობა პირდაპირ მნიშვნელობით ბალახს ზოვდა, ბალახის თესლებს ფქვავდნენ და იმას მიირთმევდნენ. რა თქმა უნდა, ეს მოსახლეობა დაინტერესებულია ომში. რაც შეეხება მეორე ფენას, ანუ მეომართა ფენას, შუა საუკუნეების ევროპაში მოქმედებდა პრიმოგენიტური პრინციპი, რაც მდგომარეობს მემკვიდრეობითობის, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დიდ აზნაურებს თავიანთი შვილებისათვის, მხოლოდ უფროსი შვილებისათვის უფროს შვილებს გადასცემდნენ თავიანთ მემკვიდრეობას და დანარჩენი შვილები, დანარჩენი ვაჟები რჩებოდნენ მემკვიდრეობის გარეშე და ისინი ეგრეთ წოდებული მოხეტიალე რაინდების სახელით უსახლკაროდ დაძრწოდნენ მთელს ევროპაში. აი ამდენი მეომარი რაინდის ყოფნა ევროპაში, რა თქმა უნდა, ომსაშიშ ვითარებას ქმნიდა. ომში ყველაზე ნაკლებად იყო დაინტერესებული ეკლესია. ეკლესია პირიქით დაინტერესებული იყო, რომ გაწოვილიყო ევროპიდან აი ეს ომსაშიში მუშაკთა ფენა და ომსაშიში რაინდთა ფენა. ამას მე-11 საუკუნეებში უამრავი საღვთო ზავები იქნა შემუშავებული ეკლესიის მიერ. გარდა ამისა, ეკლესია რა თქმა უნდა შეშინებულია იმით, რომ ომის შემთხვევაში ეკლესიას შემოაკლდება ქონება, მოაკლდება მრევლი, ამავდროულად ავტორიტეტი ისედაც შელახული იყო ეკლესიის, რადგანაც მე-11 საუკუნის 70-80-იან წლებში უკვე ჰაინრიხ მეოთხისა და გრიგოლ მე-7-ის დაპირისპირებამ გამოიწვია ანტიპაპის გაჩენა კლიმენტი მე-13-ი და ეს პროცესი ჯერაც გრძელდებოდა, ამიტომ რომის პაპი ურბან მეორე რა თქმა უნდა დაინტერესებულია რომის ეკლესიის ავტორიტეტის აღდგენაში და აი ეძებენ საბაბს და ასეთი საბაბი აღმოჩნდა ფრანგი მეუდაბნოე ბერის, პილიგრიმი ბერის პეტრეს მოსალოცად ჩასვლა იერუსალიმში, სადაც მან თავის თვალით ნახა და აფიქსირა თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ასე ვთქვათ, იერუსალიმში მცხოვრები ქრისტიანები და ჩამოუტანა თხოვნა წერილი რომის პაპ ურბან მეორეს იერუსალიმის პატრიარქისა, სადაც ის შემწეობას ითხოვდა ევროპისაგან მუსულმანთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ასეთივე თხოვნა წერილი 1095 წლის მარტში ალექსი პირველმა კომნენოსმა ბიზანტიის იმპერატორმა გაუგზავნა ურბან მეორე. საქმე იმაშია, რომ თურქ-სელჩუკებმა დაიკავეს ქალაქი ნიკია და პირდაპირ დაემუქნენ ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლს. დარტყმის ქვეშ დადგა ბიზანტიის დედაქალაქი, ამიტომაც თხოვდა ალექსი პირველი კომნენოსი დახმარებას კათოლიკურ ევროპას. ამ მიზეზ შედეგების, ამ მიზეზ საბაბების გათვალისწინებით 1095 წლის ნოემბერში მოიწვია საეკლესიო კრება პატარა ქალაქ კლერმონში ურბან მეორემ და მოუწოდა ჯვაროსნულ ევროპას ლაშქრობისაკენ წმინდა ადგილების გასათავისუფლებლად. ამ მოწოდებაში ორი ძირითადი ასპექტის გამოყოფა შეიძლება. ერთი ეს გახლავთ, ჩემო კარგებო, სულიერი ასპექტი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, მოწოდება ქრისტეს და საერთოდ წმინდა ადგილების გასათავისუფლებლად და ქრისტიანული ეკლესიების გასათავისუფლებლად და მეორე მატერიალური, რომელიც მოწოდება მშრომელი მოსახლეობისადმი
რომლებსაც რძისა და თაფლის მდინარეებს პირდებოდა ურბან მეორე და მოხეტიალე რაინდებისათვის, რომელსაც უზარმაზარ ტერიტორიებს, ტიტულებს და ქონებას პირდებოდა. არ დავიწყებია ურბან მეორეს, რომელიც საკმაოდ გონიერი პაპი იყო, ფსიქოლოგიური ფაქტორის, შიშის ფაქტორის მოხსნა, ის შეპირდა ნებისმიერ მონაწილეს ამ ომისას, დაღუპვის შემთხვევაში ზეციურ სამოთხეს. იხულა ევროპამ და დაიწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა 1096-1099 წლები. მინდა გითხრათ, რომ ყველას დაასრო, ასე ვთქვათ, ბრბომ გლეხთა ბჭყალებში არმიამ, რომელსაც ბედის მაძიებელი რაინდი პიტერი ხელმძღვანელობდა და ისინი პირველები ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში. გასაგებია რატომ კონსტანტინოპოლში, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლი ყველაზე ვიწრო ყელზე დევს ბოსფორის სრუტეზე, მცირე აზიიდან ყველაზე ახლოს ის მდებარეობს და აქედან არის ყველაზე ადვილი დესანტის გადასხმა, ასე ვთქვათ, მცირე აზიის ნახევარკუნძულზე და სწორედ პიტერი აი შედის კონსტანტინოპოლში ამ თავისი ეგრეთ წოდებული არმიით. ალექსი პირველმა კომნენოსმა რომ დაინახა ამდენი შეიარაღებული მშიერი ადამიანი, გასაგებია მიხვდა რაც ელოდებოდა მის ქალაქს, ამიტომ მან აბსოლუტურად უსასყიდლოდ გადასცა გემები და გადასხა მეორე ნაპირას, ანუ მცირე აზიის ნახევარკუნძულზე აი ეს ეგრეთ წოდებული არმია, ვინც ვერ მოახერხა, ვერ მოხვდა ამ გემებზე, ისინი ხის კარებებს გლეჯდნენ, ტივებს კრავდნენ და ასე ცურვაცურვით გადადიოდნენ მეორე ნაპირას, იმდენად ეჩქარებოდა თახტქმულ მიწაზე ჩასვლა. აი პირველად სწორედ 96 წელს სწორედ აი ამ ბრბოსთან მოუწია დატაკება თურქ-სელჩუკებს და გასაგებია რომ მომზადებულმა თურქ-სელჩუკებმა ისინი ძალიან სწრაფად და ადვილად დაამარცხეს, თუმცა უნდა ითქვას რომ ამან თურქ-სელჩუკებს დათვური სამსახური გაუწიათ. კერძოდ მათ ჩათვალეს რომ მათ შემდეგ რომ მოდიოდნენ ჯვაროსნები, რაინდები, ისინიც ასეთივე არაორგანიზებულნი იყვნენ და აღარ მომზადებულან სათანადოდ. აი 97 წელს გადმოსხდა უკვე 4 არმია ძალიან კარგად მომზადებული ჯვაროსნანი რაინდებისა და უკვე პირველსავე ბრძოლაში 97 წელს დორილიასთან, ქალაქ დორილეუმთან, არსლან სულთანთან ბრძოლაში, არსლანს რამდენჯერმე მეტი ჯარი ყავდა ჯვაროსნებთან შედარებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯვაროსნებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და სხვადასხვა თურქები ძალიან გაყვირვებულნი იყვნენ. ამის შემდეგ ერთ თვეში აღებული იქნა ნიკია და გზა გაიხსნა სირიისაკენ. 98 წელს ერთი მეორეს მიყოლებით იქნა აღებული ედესა, ანტიოქია, ტრიპოლი, 99 წელს 15 ივლისს აღებული იქნა ერთთვიანი ალყის შემდეგ იერუსალიმი და პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა დასრულდა. რომ შევაჯამოთ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, ძალთა თანაფარდობა აშკარად შეიცვალა ჯვაროსნების სასარგებლოდ. ამ ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ედესისა და ტრიპოლის სამარკგრაფოები. ჩვენც დავით აღმაშენებლის ეპოქა არის ამ დროს და ჩვენც ვისარგებლეთ აი ამ დასუსტებით თურქ-სელჩუკებისა და თურქ-სელჩუკებს შეუწყვიტეთ ხარკის მიცემა 98-99 წლებში. რაც შეეხება მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობას, რომელიც 1147-1159 წლებში მიმდინარეობდა, მისი გამაღიზიანებელი გახდა 1144 წელს მოსულის ერაყის თურქ-სელჩუკთა სულთნის მიერ ედესის საგრაფოს დაკავება. და აი 1145 წელს, როდესაც პაპის ტახტი დაიკავა ევგენი მესამემ, მან სცადა აი ამ სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება, თავისი თანამოაზრე წმინდა ბერნარი გააგზავნა საფრანგეთის მეფესთან, ლუი მე-7-დან და ახლად არჩეულ გერმანიის იმპერატორთან, კონრად მესამესთან და მოუწოდა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ. მან შეახსენა, რომ მონარქს ორი ვალდებულება აქვს, ერთი თავის გვირგვინის დაცვა და მეორე ეკლესიის დაცვა. 47 წელს ჭურნენ კონრად მესამე და ლუი მე-7, მაგრამ ერთმანეთთან შეუთანხმებლობის გამო ძალიან მარცხიანად დასრულდა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა. რაც შეეხება მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობას, რომელიც მიმდინარეობდა 1189-92 წლებში, გარკვეული წინაპირობები გააჩნდა და ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. 1171 წელს ფატიმიანთა დინასტია დამთავრდა ეგვიპტეში, ის ჩაანაცვლა
აიუბიანთა დინასტიის პირველმა წარმომადგენელმა, ქურთული წარმოშობის სალაჰ ად-დინმა, უდიდესმა თავის დროის უდიდესმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ და მან ნაფლეთებად ქცეული თურქ-სელჩუკთა სასულთნოები ერთ სასულთნოდ გააერთიანა და გადავიდა ჯვაროსნების წინააღმდეგ შეტევაზე. ის ეძებდა საბაბს, აი ესეთი საბაბი გამოდგა, ჩემო კარგებო, ქარავანის დარბევა ჯვაროსანი რაინდის მიერ და ამ ქარავანში იჯდა სალაჰ ად-დინის და ამ საბაბს რა თქმა უნდა ის ხელიდან არ გაუშვებდა და 87 წლის ზაფხულში მან ჯვაროსნები გიდე ლუზინიანის, ეს არის იერუსალიმის უკანასკნელი მეფე, მეთაურობით შეიტყუა გალილეის უდაბნოში და სასტიკად ჯერ ალყა შემოარტყა და მერე წყურვილით გათანგული ჯვაროსნები სასტიკად ჩახოცა და ტყვედ ჩავარდა გიდე ლუზინიანი. აი ამის შემდეგ მან ალყა შემოარტყა იერუსალიმს და საინტერესო იყო იერუსალიმის აღების მომენტი, თავდაპირველად შესთავაზა დანებება და იერუსალიმელები არ დანებდნენ, მაგრამ შემდგომში, როდესაც მან ლოცვა-ტყორცნი ქვებით და ლოცვა-ტყორცნი მანქანებით მოუნგრია იერუსალიმს ძალიან დიდი და მყარი კედლები, მოსახლეობამ დაიწყო ზავზე მოლაპარაკება, მოსახლეობას ასეთი პირობები შესთავაზეს, 40 დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა ყველა ქრისტიანს იერუსალიმი და თავის გამოსასყიდი უნდა გადაეხადოს უყველას 15 ოქრო მამაკაცებს, 10 ოქრო ქალებს, 5 ოქრო ბავშვებს და აი ესე ჩადგნენ ჯარისკაცები შესასვლელში და აი ესე ორგანიზებულად გადაიოდნენ ქრისტიანები, ბევრმა მდიდარმა სხვათა შორის გადაარჩინა უამრავი ღარიბი აი ამ პერიოდში და მართლაც ამ ქრისტიანების დატოვების შემდეგ წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ გადაიხდნენ ფულს ისინი მონები ხდებოდნენ. 2 ოქტომბერს შედის ზეიმით იერუსალიმში სალაჰ ად-დინი. აი ამან გააოგნა შოქში ჩააგდო ევროპა და სალადინის წინააღმდეგ აღიჭურვა იმ პერიოდის და არა მარტო იმ პერიოდის სოფლიოს ისტორიაში ალბათ სამი ერთმანეთზე ძლიერი და სახელიანი მონარქები, ეს არის ინგლისის მეფე რიჩარდ პირველი, ლომგული, ეს არის გერმანიის საღვთო იმპერიის იმპერატორი ფრიდრიხ პირველი, ბარბაროსა, იგივე ჟღალწვერა, მას იტალიაში ასე უწოდეს, საფრანგეთის მეფე ფილიპე მეორე, ვალუა, ოგიუსტი, იგივე გამაფართოებელი და აი ამ უზარმაზარი ძალით წამოვიდნენ ისინი, მაგრამ სამწუხაროდ 1190 წელს კილიკიაში ფრიდრიხ პირველი მოკლეს და გერმანელები უკან გაბრუნდნენ, შემდეგ მოხდა დაპირისპირება საფრანგეთის მეფესა და ინგლისის მეფეს შორის, საფრანგეთის მეფემ მოატრიალა ჯარი და მიატოვა ჯვაროსნული ლაშქრობა და მხოლოდ ეულად დარჩენილმა რიჩარდ ლომგულმა კი შემოარტყა ალყა იერუსალიმს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ იყო საკმარისი მის სასაღებად, დაიწყო ვაჭრობა, ამ ვაჭრობაში ერთ-ერთი მთავარი როლი ენიჭებოდა მინდა იმ ძელი ცხოველს, რომელსაც ქრისტე ავნეს და მის სანაცვლოდ რიჩარდ ლომგული იძლეოდა პირობას, რომ მოხსნიდა ალყას იერუსალიმს. სხვათა შორის ამ ჯურის ვაჭრობაში ჩვენც ჩავერთეთ, თამარის სამეფო კარი 100,000 ოქროს დინარს იხდიდა ამ ჯვარში, მაგრამ არ ჩვენ და არც რიჩარდ ლომგულს არც ჯვაროსნებს არ მისცა სალადინმა ეს ჯვარი, საბოლოო ჯამში ზავი დაიდო, ზავის პირობებით ქრისტიანებს შეეძლოთ თავისუფლად პირიგრიმობა იერუსალიმში და ეს იყო სულ რაც მიაღწია აი ამ ლაშქრობისას რიჩარდ ლომგულმა. მომდევნო ლაშქრობა, რომელიც ინოკენტი მესამემ წამოიწყო, ეს არის მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა 1199-1204 წლები, ეს არის შავი ლაქა კათოლიკური ევროპის და ჯვაროსნული მოძრაობების ისტორიაში. თავდაპირველად განსაზღვრული იყო ეგვიპტის სასულთნოს წინააღმდეგ გალაშქრება და ჯვაროსნები ჩავიდნენ ვენეციაში, რადგანაც ვენეციის ფლოტი ჰყავდათ დაქირავებული, დანდალო იყო ვენეციის დოჟი, ანუ მმართველი, მაგრამ აქ ერთი რამე მოხდა ძალიან საინტერესო, რომ ვენეციელების სავაჭრო პარტნიორები გახდნენ ეგვიპტელები და რა თქმა უნდა ასეთი ხანგრძლივი ომი ეგვიპტის წინააღმდეგ სავაჭრო პარტნიორს დაასუსტებდა ვენეცияსაც და რა თქმა უნდა ეს დაარტყავდა ვენეციის ეკონომიკას, ამიტომ ვენეცია დაინტერესებულია, რომ ეს ჯვაროსნული ლაშქრობა მიმართოს ბიზანტიის და კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ, ერთი ეს მართლმადიდებლური ქვეყანაა, მეორეც ბოსფორის და დარდანელის სრუტეებზე არის ეს და მეორე სავაჭრო კონკურენტია ვენეციის და
კიდევ ერთი ემატებოდა 1184 წელს კონსტანტინოპოლში საშინელი ხოცვა-ძლეტვა მოეწყო იტალიელებისა და აი ვენეციელმა დანდალომ დაარწმუნა ჯვაროსნები, რომ მათ მდიდარ და ადვილად ასაღებ კონსტანტინოპოლზე გაელაშქრა და მართლაც ასე მოხდა. 1204 წელს კონსტანტინოპოლი აიღეს ჯვაროსნებმა, სასტიკად დაარბიეს, ეს კიდევ იმეორებს სამარცხვინო ლაქა და ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. ამის შემდეგ 1261 წლამდე ლათინთა იმპერია არსებობს, მე კი აღადგინა მიხეილ მეტროპოლეტმა, მაგრამ ეს სხვა თემაა. ჩვენს ვისარგებლეთ აი ამ ამბებით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენსა და ბიზანტიის სამეფო კარს შორის გაფრჩებული იყო ურთიერთობა, იმიტომ რომ ანგელოსების დინასტიამ ჩამოაგდო ჩვენი ნათესავი კომნენოსების დინასტია ტახტიდან და თავს აფარებდნენ უფლისწულები ნათესავები თამარის ჩვენს კარზე, დავითი და ალექსი კომნენოსები. თამარმა მისცა მათ ჯარი. სხვათა შორის საბაბად იქცა ის, რომ ჩვენ ვაგზავნიდით ხოლმე ჩვენი საბაგარეთ ყოფი ეკლესია მონასტრებისათვის ვაგზავნიდით შემოწირულობებს, შეგროვებული შემოწირულობებს და აი ესეთი შემოწირულობები ალექსი ანგელოსის იმპერატორის ბრძანებით დაარბიეს და ეს საბაბად გამოიყენა თამარმა. ჩვენ დავიკავეთ ალექსი კომნენოსის მეთაურობით, დავიკავეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთი ჭანებით დასახლებული ტერიტორია და ქალაქი ტრაპიზონი გახდა დედაქალაქი ტრაპიზონის იმპერიისა, ხოლო პირველი იმპერატორი გახდა ალექსი პირველი კომნენოსი. რაც შეეხება მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობას, აქ ჩვენს გვერდულად შეგვეხო ეს ჯვაროსნული ლაშქრობა. ჰონორიუს მესამემ ლაშა გიორგი, ანუ თამარის ვაჟი დაპატიჟა ამ ლაშქრობაში, მაგრამ სამწუხაროდ მან ვერ მოახერხა ამ ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება, რადგანაც მონღოლები გამოჩნდნენ ჯებე და სუბუდაი. ამ ლაშქრობაში, მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში, რომელიც 1200-1221 წლებში მიმდინარეობდა, უნგრეთის მეფე ეგვიპტის ქალაქ დამიეტას უტევს. 1919 წელს ის იღებს კიდეც ამ ქალაქს, მაგრამ შემდეგ შეუთანხმებული მოქმედებების მერე ეს ქალაქი კვლავ იკარგება და უშედეგოდ მთავრდება ეს ლაშქრობა. ძალიან საინტერესოა მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც 1228-1229 წლებში მიმდინარეობდა. აქ ფრიდრიხ მეორე გერმანელი იმპერატორი ფრიდრიხ პირველი ბარბაროსას შვილიშვილი, ის რაც ომებით ვერ მოაგვარეს სხვებმა, აგვარებს დიპლომატიური გზით და 15 წლის განმავლობაში ეგვიპტის სულთნისაგან მიიღებს იერუსალიმს და 15 წლის განმავლობაში ფლობს მას, თუმცა 1254 წელს მუსულმანებმა საბოლოოდ დაიკავეს იერუსალიმი. რაც შეეხება ორ უკანასკნელ ლაშქრობას 1248-1254 წლები და 1270 წელი, ეს ორივე ლაშქრობა მოდის საფრანგეთის მეფე ლუი მეცხრეზე წმინდანად აღიარებულზე და ჩრდილოეთ აფრიკას მოიცავს. მინდა გითხრათ, რომ ორივე შემთხვევაში, ერთ შემთხვევაში ლუი მეცხრე ტყვედ ჩავარდა და საკმაოდ დიდი გამოსასყიდის ფასად გამოიყიდეს ის და მეორეში ქალაქ ტუნისის ალყის დროს ფრანგთა ჯარში შავი ჭირი გაჩნდა და ასე ვთქვათ მეფე შავ ჭირს შეეწირა. ასე დამთავრდა რვაჯვაროსნული ლაშქრობა. თითქოს შედეგები მას არ ჰქონია, არ მოუტანა ევროპისათვის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ საინტერესო შემოვიდა აზიიდან. დავიწყოთ იმით, რომ გენუამ, ვენეციამ და პიზამ ისარგებლეს და თავიანთი ახალშენები დააარსეს ხმელთაშუა ზღვისპირეთში, შავი ზღვისპირეთში, განაახლეს ვაჭრობა და განავრცეს თავიანთი ვაჭრობა. ამავე დროს კულტურა, ხელოვნება და სამხედრო საქმე გაიცვალა. ამავე დროს შემოვიდა, შეიძლება ითქვას, ეს საინტერესოა თქვენთვის, ჭადრაკი და ჰიგიენის წესები, მზრდილობის წესები, ეთიკის წესები. მაგალითად, მაშინ ისწავლეს ევროპელებმა ხელპირის დაბანა ჭამის წინ, მაშინ ისწავლეს დანაჩანგლის ხმარება, წვერის გაპარსვა, ტანსაცმლის გამოცვლა და ასე შემდეგ. აი ეს იყო სულ ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.